შენ გონია ცხიმიანი თმა არის პრობლემა თუ თმის ტიპი? მე მაგალითად მთელი ცხოვრება მქონდა ცხიმიანი თმა, რა შამპუნს არ გამოუვლია ჩემ ხელში მთელი ცხოვრება, რა თქმა უნდა ვიბანდი ყოველდღე და მეც ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ეს არის ჩემი თმის ტიპი და შეგუებული ვიყავი ამას. თუმცა ერთხელ მოხდა ისეთი რაღაც, რომ ჩემს ხელში მოხვდა ბიოვეგანური შამპუნი, რომელიც პირველივე გამოყენებისას ცოტა მქონდა ესეთი რეაქცია, რომ მეორე დღეს თმა არ მქონდა დასაბანი. მოვიდა მესამე დღე და არც მესამე დღეს. მეოთხე დღეს ეხლა როცა მიჩვეული ვიყავი ყოველდღე დაბანას, უკვე დავიბანე მიუხედავად იმისა, რომ თმა დასაბანი არ მქონდა, დავიბანე მეოთხე დღეს. განმეორდები, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, მაღაზიის შამპუნები გვაძლევენ ლამაზ თმას დროებით, ხოლო ბიოვეგანური შამპუნები გვაძლევენ ჯამრთელ და ლამაზ თმას. დამიწერეთ კომენტარებში, შემდეგი ვიდეო გადავიღოთ თუ არა თმის ტიპის მიხედვით, როგორი შემადგენლობის შამპუნი გჭირდებათ და არ დაგავიწყდეს. შენი თმა, შენი სავიზიტო ბარათია.